შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რამე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 10 წლიანი ჩემი მოგზაურობის და დაბრუნდი უკვე როგორ გითხრათ, ძალიან დიდი ემოციური ინფორმაციით და არა მარტო ემოციურით და ქალბატონმა ლილიმ აიყვანა ჯგუფი. მისაღები გამოცდები დამთავრებული იყო. მე მაინც მოხდა მე და ჩემი და ქალბატონი ლილის შეხვედრა, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. როგორც ჩანს, მე მოვახდინე შტაბ-ეშტილება მასზე და მან მიიღო გადაწყვეტილება და ესე დაგვიანებით ჩამრიცხა თავის ჯგუფში. და ეს იყო მართლა ჩემთვის ყველაზე დიდი გამართლება. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. ყოველთვის მიმართლებდა პედაგოგებში. ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც ყოველთვის უწყობდნენ ხელს ჩვენ გაზრდას, განვითარებას, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას და ამაში ყოველთვის მოვართლებდა. ერთ-ერთი ასეთი გამართლება იყო ქალბატონი ლილი იოსელიანიც. ეს სტუდენტური სპექტაკლები წამოვიდა და ბოლოს იყო სადიპლომო ნამუშევარი დოსტოევსკის დამცირებული და შეურაცხყოფილი. წარმატებული იყო ეს ჩემთვის. ფესტივალ დებიუტზე ამ სპექტაკლმა აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. ქალბატონმა ლილიმ მოინდომა, ასე რომ მე მის შემდეგი ჯგუფის ასისტენტი ყოფილიყავი. ლილიმ განსაზღვრა ჩემი გზა ყოველ მხრივ.